Dirpaso მეგობრებო, ხოთბიეს ალმო ჩვენი განცემის სტუმარი ნიკა ქავთარაძე. სად მიდიხარ კაცო? ვიცი ახლა მე სად მიდივარ და რა დღეშიო. ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, ბოდიში შენ შემოგივლი. ქვეყანაში ისეთი ამბები. ვიცი. ბიჭო, დიდხანს რამე თუ შეიძლება გაგრძელდეს უკვე აღარ მჯერა და მე დამთავრდა და წავედი. ავტომატურად. თურმე ახლა იწყება ყველაფერი. ესე იგი, ნიკა, მოდი, აი ამ ამბებს რაც ხდება ჩვენზე კარგად. ვერავინ ვერ გაარჩევს დღეს საქართველოში, იმიტომ რომ იმდენად ეგ ვაფშე არ არის დამაიმედებელი ამბავი, იო. საერთოდ აი ამბავი. მე და შენ რო ვართ, ისინი ვინც ყველაზე კარგად გაარჩევს ამ ამბავს. მაგრამ რა არის, იცი, ეს გადაცემა ეხლა რეალურად ხო აქვია გუშინ იწერება. გუშინ ჩავწერეთ ეს გადაცემა. ასე რომ საერთოდ არ ვიცით ხალხო დღეს რა ხდება ქვეყანაში და ბოდიში გიხდით. თუ იმაზე ვერ ვილაპარაკეთ, რა დღეს ხდება ქვეყანაში. იმიტომ რომ აქ რომ მოვედი, ჯერ პრემიერი ვყავდა. გუშინ. მე აღარ ვყავდა. ახლა უკვე ვყავს, სხვა არ ვიცი რა იქნება და ასე რომ ბოდიში გიხდით. ამიტომ ცოტა ძველ ამბებზე ვილაპარაკოთ. გუშინ წინდლამდე რაც ხდებოდა იმებს. კაი, მივთვით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. ეს შეიძლება დავლიო? კი, როგორ არ შეიძლება. რას გაიგებ? მე შეიძლება ქვეყანა ისეთი გვაქვს, რომ ბიჭო განათება გქონდა და ხალხს მისვლა არ შეეძლო რომ ენახა და თბილისში და რეგულაციების გამო. კი, რესტორანი მუშაობს, მაგრამ ხალხიც მუშაობს მაგ დროს, როცა რესტორანი მუშაობს. ასწაულია დედას გეფიცები რას თქმა. შაბათ კვირას არ დადის ტრანსპორტი. ხო. აი რატო არ დადის? აი ეს რესტორანი არ არის, მოლი არ არის, საწაო ეს ხალხი იმუშაოს ტრანსპორტმა, რა უჭირს, მაგრამ არა. არ არის და რატო გაუგებარი რეგულაციები მართლა. კი, რომელსაც ვერ ვეწევი, ანუ დალევად შეიძლება, მარტო დასხმა ხო არ შეიძლებოდა. კარგად ვიყოს. ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს და ამ გაჭიროებულ ქვეყანასაც გაუმარჯოს. საერთოდ ეს 31 დეკემბერი რო 30 ოჩახთ ამუნა. მართლა კაი გამოგსვლი. 31 დეკემბერი რო დადგა და ყველანი ხო სუფრასთან სხედვართ და იქარსო ავწევთ ხოლმე და მოდი რაც ცუდი იყო იმ წელმა წაიღოსო. ეს ყველას ხო ყველა ხო ამ. ხო თან საშინელი 2020 წელი გქონდა ბიჭო, კორონა და უბედურება და აი პოლიტიკური კრიზისი. ისი იმედი გქონდა არ ვიცი, სიმართლე გითხრა რა, აი რო ეგონა რომ 31-ში დაღამდებოდა და პირველში რაღაცა სხვა მოხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ის მე რა ბიზინა ხო წავიდა. კი. მელია გაასამართლეს დაიჭირეს, მოლაპარაკებები შეწყდა, პრემიერ-მინისტრი გადადგა, ახალი დაინიშნა და ჯერ მხოლოდ 19 თებერვალია მეგობრებო. ასე რომ მაინც და მაინც კარგად არ დაგვილოცია ჩვენ ეს წელი, ასე მგონია მე და ერთი ჩაჯდომა უნდა კი. კაი, მოდი საიდან დავიწყო, არ ვიცი, რომელი თემით დავიწყო, აი მაგალითად, კაი, ახალი თემით, აი ღარიბაშვილი რო პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ნუ წარდგენა, მოდი ასე დავარქოთ, მაგრამ შეიძლება ხოლმე დანიშნონ, რას გაიგებ. ხო, არ ვიცი, შეიძლება ხო უკვე დანიშნულია. კი ბატონო, არც ეგ არ არის გამორიცხული. ძალიან უცნაური არის ღარიბაშვილის, რა ვიცი, მე მგონი ღარიბაშვილის ხელახლა წარდგენამ კიდე უფრო გაამყარა ის პოზიცია, რომ ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან. რატო? რა ვიცი. ირონია იყო ეს. არ არსებობს რას ლაპარაკობ, ძალიან უცნაური არის. ღარიბაშვილი ზოგადად აი წარმოიდგინე, რომ როგორი ტიპი არის, იცი? მეორეჯერ ხო არის მინისტრი. ასაკში რო შედიხარ. ხო. და ახალ კლუბში რაღაც გულაობაზე ახალ გოგუებს რო ვეღარ კერავ. ხო. და სახში რომ მიდიხარ და გაბრაზებული და რა იცი რა ის სუპერველი ხალი. კი არის ახლა 64 წლის, მაგრამ მაინც პირველი სიყვარულია. და როცა არ უნდა დაურეკო, რასაც გინდა გააკეთებს. აი ეგეთი ყავს ბიზნეს ღარიბაშვილი. აცრი ხელი. ძველი საყვარელს რო ურეკავ, მაინც ვერავის ის უარს არ გეტყვის. კი. და ეგეთი არის ღარიბაშვილი. ხო, მაგრამ ღარიბაშვილი წავიდა ხო არ იცოდა რომ მიდიოდა. სახეზე დააკვირდი დღეს? რომ მოვიდა ისიც არ იცოდა. ისე წავიდა რომ არ იცოდა. ხო. და რომ მოვიდა, ისე მოვიდა რომ არ მოსვლაც არ იცი. ჯერ აი ლედას გეფიცები, მე ასეთი საჩქარო რატო იყო ეს ამბავი, მაგასაც ვერ ხვდები. ეხლა ჩვენ რო ყოფილიყავით რაღაცა ისეთ აი გახარიას ეკონომიკური სასწაული.
რომ ქონოდა და აი რაღაცა პროცესის შეწყვეტას რომ შეიძლება გამოეწვია ის რომ მაგალითად ლარი ავარდნილიყო 2-დან 0-ზე. აი კიდე შეიძლება ეჩქაროთ. აი ამ ქვეყანას რაც უფრო დიდხანს არ ეყოლება პრემიერ-მინისტრი უკეთესი რო არის, როდის უნდა მივხვდეთ. ყველა პრემიერ-მინისტრი ყავთ, ანუ ეს არის ქართული ოცნება არის პრემიერ-მინისტრების გუნდი. დედას გეფიცებით და ჯერ სათხარ კაცო ისინი ვინც იყვნენ იმათ შეიძლება კიდე მოუწიოთ მეორე წრეზე. ოღონდ ესე 2 დღით, 4 დღით თებერვალში გამოზაფხულებამდე. აი ხა რა გული აქვს უბრალოდ წარმოვიდგინე აი ღარიბაშვილს რომ უთხრეს. გუნდმა კაცო თორე ის ხო აღარ არის პოლიტიკა. რომ უთხრეს რომ აი ხა უნდა გახდე შენ გახდებოდი ახლა პრემიერ-მინისტრი? ნუ რა თქმა უნდა არა. აი არავინ არ გახდებოდა ღარიბაშვილის გარდა. იმიტომ რომ ეს ის არის პირველი სიყვარული რომელიც უარს არასდროს არ გეუბნება. ანუ შენ ამბობ რომ ბიძინა არ წასულა არსად, ხო? იმიტომ რომ ბიძინა რო წასულიყო. რეალურად ხო ნორმალური ადამიანი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად არ დანიშნავდა, ხო? ბიძინაზე ამბობ? ბიძინა რომ წასული იყოს. ხო. ახლა ხო. ესენი არა კაცო რას ლაპარაკობ, აი ჯერ ვერსია თვითონ. თუ დააკვირდებოდი იქ ფოტოზე, ფოტოსავით იყო, იმიტომ რომ არავინ არ ინძრეოდა ღარიბაშვილის გარდა. სახეზე თუ დააკვირდებოდ, თავარი ეხლა მეგობრებო, განა პოლიტიკას დავაკვირდეთ, განა რანაირად წავა დემოკრატია. ეხლა თავარი არის დავაკვირდეთ ამ გუნდში პირველს რომელს გაეცინება. აი ის იქნება ჩვენიანი. იმასთან ღირს ლაპარაკი და იქ ვიღაცებს დავაკვირდი რომ აი ძალიან უჭირდათ რომ შეეკავებიათ ღიმილი რა, რა ვიცი. თან არის იცი ეს სოციალურ ქსელში ხეს მოკავშირეები ხო ყავთ რა. რამდენიც აი ესე გაგეხარდეს. ზოგადად ინტელიგენციის ნაწილი და რაღაცა და ვიღაცები ხო ინიშნება, აი წულუკიანი რომ ინიშნებოდა უკვე პოსტებით რომ გადაივსო, ხო ხდები რომ თეა შენ იქნები არაჩვეულებრივი და დაახლოებით რომ გამოაცხადა რომ მე დამნიშნესო ზუსტად 4 წუთში ოქიტაშვილის პოსტია. ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანმა რომელმაც ღირსება არ დაკარგა და ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ქვეყნის და გუნდის შენ გენაცვალე. ერთადერთი ოცნება დარჩა ახლა ოქიტაშვილს იმდენი ხანი გაძლოს რამენაირად ან თვითონ ან ღარიბაშვილმა რომ ვარსკვლავი გაუხსნა. არა, მან მუღამი რაში არის, ცირო ბიჭო, მან მარტო ტექსტის დაწერაზე კი არ არის. პირველი ვინ დაწერს? დაწრებას. აი ხა წარმოიდგინე რომ გაეგო ამბავი და ლიფტში ყოფილიყო დათო, ხო გაუსკდებოდა გული. აი არ უარიჭერს. გაიგე? აგარი თელი ამბავი რომ მაშინ უნდა იყოს სადაც 4G-ია, 4 ნახევარი რომ პირველმაც კაპწკაპ აი ან რა არის ის? თავისთავად ამ ტექსტს თუ დააკვირდები, რა არის ამ კაცის ხიბლი რაშია რა? მან შეძლო რომ ზუსტად 4 საათში ეთქვა ყველაფერი საპირისპირო გახარიაზე. თუ წაიკითხავ, კაცი რომელმაც რახნაო? ღირსება არ დაკარგა. ანუ ვინ დაკარგა ღირსება? გახარია. შემდეგი რა არის? ღირსება არ დაკარგა, ბოლომდე ერთგული დარჩა თავის. ანუ ვინ არ დარჩა ბოლომდე ერთგული? აბა გუშინ გეკითხა ეგ ამავე მაგის. აი მაგაშია. აი მოდი ესე გადავიდეთ მელიას ესეთი ნუ 39 წლის ვარ მე ესეთი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მომისმენი არასოდეს. კაი რა. რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას დაჭერა გადაიდო. აი ბიჭო, ქეშში წვიმა იყო ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი მაინც არ გადაიდო. აი ვიდექი დედას გებიცევ ერთი აი რა ვიცი, ერთი ლუდი ვიყი და ვერ დავლიე 3 საათი სვამდი, აი არ გაჩერდა წვიმა და აი ზოგადად კანონის აღსრულება რა უცნაურია, ხო აი პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გადაიდო ვიღაცის დაკავება, ალბათ პრემიერ-მინისტრს უშვებდნენ დასაკავებლად. ხო, პრემიერ-მინისტრი. და ხო ვინმე ყავთ საპონი, ვინც გაეგზავნებათ. აი რა კავშირია ამ ამბებთან? არ ვიცი რა კავშირია, იმიტომ რომ პრემიერ აქვია დაჭერა ჩემთვის წინადადებას, აი დაჭერა გადაიდო რა, ანუ გადავდეთ. კონცერტი შეიძლება გადაიდოს, ხო გეუბნები, რავი, ნებისმიერი რამე შეიძლება გადაიდოს. ბიჭო, ფრენა. ხო, ფრენა შეიძლება გადაიდოს. რა მილიონი შეიძლება, მაგრამ ფრენა და დაჭერა გადაიდო. არა, ნახე, აქ ის კი არა, რომ კი უნდა მოდუნდე. ეს კი გადაიდო, მაგრამ ახალი პრემიერი გამოჩნდა. ასე რომ ძალიან დიდი ხნითაც არ გადაიდო.
შეიძლება პრემიერის დანიშნვასთან ერთად, ახალი პრემიერის დანიშნვასთან ერთად ნიკამელიას დაჭერის საქმე გადმოიდო. აი ეგეთი ბიჭო, მუღამი რაში არის, იცი რომ სულ ფიქრობ ხოლმე რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ რეჟიმში, სადაც შენ ვერ უნდა კონცენტრირდე ერთ ამბავზე. ხო. კაი, ანუ ამაში არის არსი რომ მაგალითად რაღაცა მოხდა ნიუსი, ხონდა ჩამოაყალიბო ეს გადახარშო და ამ გამოწვევას უპასუხო. ზუსტად აი გადაწყვეტილებას რო იღებ როგორ უპასუხო, ამ დროს შეიძლება მეორე გამოწვევა. ახალი, რომელზეც უნდა გადაეწყო ისევ, აი დღეს მოხდა 4 ამბავი ბიჭო 3 საათში. ხო, მაგალითად სცენარი სამჯერ გადავაკეთეთ ჩვენ. პირდაპირ გეუბნები, აი ვერ მოვასწარეთ რა, ის მოხდა, აი ფაქტიურად აი ვერ ჩამოვყალიბდით რა. აი არ გასვენებს, რომ შენ ვერ ამოისუნთქო, აი ხო იცი იმაში როა ხოლმე რინგი, UFC თუ რაღაცა რო არის, რომ უყურებ, რომ კაი ხო ნაცემი არის, ახლა დაანებე თავი, ერთი წუთი ნუღა მოკლავ, მაინც ეცემა, არა. და ამ იმედს როგორც კი გაგიჩნდება, რომ აღარ დამარტყავს, მე ლაცან რო გლიჯობს, ხო ამას გამახსენდა ერთ ძალიან მაგარი ამბავი. ჩვენ კუთხიდან იყო ეს ამბავი, მოკლედ ერთი ვიღაცა ტიპი იყო კრიმინალი რა, იმალებოდა ზესტაფონში. ხო. ხოდა უცებ ზის ასე წამოწოლილია რაღაცა ტელევიზორი მაშინ არ იყო, დენი არ იყო არაფერი და წამოწოლილია თვლიმავს რაღაცა და ვერტფრენის ხმა და ბოლი და ამერიკული ბლოკბასტერი ხდება. კარიდან, ფანჯრიდან შემოცვიდნენ ეს სპეცრაზმელე პირველი წვნა აქვს ამერიკაში გავლილი კაცი მიეციო და ეგრე არიან და სანამ რაღაცა და სიტყვა და ხო იცი კარს რო ანგრევენ ხოლმე რაღაცა უცნაურის ეგრო ხო იცი და ეს მოხდა სახეში ამ და გათიშეს და აი პროზა და ბაყაბუყი მიდის და ეს დაითრიეს ეს ტიპი და ბაწარი მოაბეს ფეხსედაზე აი ვერტფრენში ეს პირი ძროხა რომ იყავს ხო იცი მიმინოში აი ეს აიყვანეს ეგრევე აუთუნა და ზესტაფონი არის ამხელა მილიციის შენობასთან დაჯდა ისევე ვერტფრენი ჩამოაგდეს ეს მთელი გზა ცემენ ბიჭო ტიპს აი არა მოასუნთქეს რა საერთოდ არა მოასუნთქეს პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ორ სპეცრაზმელს მიიყავს ესე კიბეზე მიაფორთხიალებენ ოღონდ რანაირად იცი ეს იღლიაში კი არა აქვს ხელი რომ ფეხებით აფორთხიალონ ფეხით უჭიროდეს თავი ესე ასია ყოდა შეიყვანეს დასაკითხოთ ახში და სკამზე დასვეს ხელები შეუკრეს და აი ბოლო დარტყმა ლაწან ხიეს და ეს არის და დიდი ვედრო წყალი და კეთეს სახეში და და მე ვიდან ეს პოლიციელი ძალიან ცერეუშნიკი დგას ესე და დაადგა თავზე და ესე აწია რა და ეკითხება რა ინტივზე რა სად არის რაჭა ერქვა იმას რაჭა ერქვა იმას ხო მანამდე არ ვახსენე კრივია ეს ახედა ამათ თვალში ყურე ბიჭო კითხეთ და არ გიპასუხეთ თქვენი გეკითხა და გიპასუხეთ იგივე პონტი არის ანუ შენ არ გათქმევინებენ ანუ პოზიციას ვერ ამბობ ამათ რა იმიტომ რომ პოზიცია რომელიც დღეს არის რელევანტური აი რა ვიცი ხვალ არის სიგიჟე უკვე აზრი არა აქვს რა აზრი არა ხო იმიტომ რომ გუშინ რაც ხდებოდა რა დღეს რა ხდება კი გუშინ წინ რა ხდებოდა ეგეთ რეჟიმში ვცხოვრობ აქ არის ერთი ძალიან მაგარი ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ნიკამელიას რა და ჩვეულებრივ ადამიანებმა ელჩებმა და ასე შემდეგ მაგრამ აქ არის ერთი ეს გამოთქვა უკმაყოფილებას ნიკამელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებაზე ვისი განცხადება შეიძლება იყოს ნუ რა ვიცი ლიეტუვის ელჩის არა საქართველოს სამეფო სახლის განცხადება მე გენაცვა მეფე არის ჩვენსკენ ხალხო მე ერთო ჩემო რა წყობა არის რომ რევოლუციონერების ხარ ეს არის მეფე ამნაირად სამყაროში არ ყოფილა მეფე ხარ ეს რევოლუციონერები და მეფეს აღო აი გარი საქართველო რევოლუციონერები და მეფე რო ერთხარ ეს არის აი გა საქართველო აი ესე უნდა დაწერო ვიკიპედიაში არის რომ მეფე ჩვენსკენ არის ხალხო კიდე იყო საინტერესო თემა ეს იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით რა ანუ რეალურად ქართული ოცნების პოზიცია იყო რომ იმუნიტეტი რო არ მოუხსნათ ჩვენ ქვეყანა ჩამოგვენგრევა თავზეო რა ანუ იმიტომ რომ ეს უკანონობა ბიჭო, რასაც ვამბობ, აი მთელი გადაცემა ახლა რასაც ვიძახით, რომ არ უნდა შეგითხრი, ანუ როგორც სვლიან,
ხო, ანუ როგორც სრულიად რადიკალურად ცვლიან ამბებს, რომ რაღაცა აქ ბოლი ამოგივიდეს რა, დაგეწვას მაზერბორდი თუ რაც გაქვს აქ არ ვიცი რა, ერორი დაგემართოს. იმიტომ რომ ზუსტად რამდენი ხანია და ალბათ ერთი კვირის წინაც ქართული ოცნების მთელი მესიჯი იდგა იმაზე, რომ პოლიტიკოს, რომელსაც ხალხმა მიცა ლეგიტიმაცია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვართვენთ იმუნიტეტს. ხო, მანდაც. კი კაცო, ძალით შეყავთ პარლამენტში ხალხია. ეხლა წევდა მელიასო შემოდი. ეგრევე წკაპ ამას ეგრევე მოუხსნეს. ანუ აი ტიპი ხო როგორ უხარია ხვდები? ერთხელ ვიღაცა ტიპებთან ჩხუბი მოგვივიდა, ვიღაც გოგოს გამო, რომელიც, რაღაც აბეზარი იყო, რაღაცნაირი იყო და აი ვერაფრით რომ ვერ მოიშორებ თავიდან და რაღაცა აი ერთხელაც უთხარით პირში, რომ აი დაგვანებე თავი. გოგოს ხო? და წაყვან გოგოს. და მეორე დღეს იმის მაკაცები დაგვადგნენ, წაგვიყვანეს რაღაცა სასაფლაოზე, ესე სტუდენტობის დრო იყო და ესე მაგარი გვაკაჩავეს და ერთ აი თავზე იარაღი დაადეს და ამ გოგოს არ გაეკარები ბიჭო. ამაზე ვოცნებობდით, რომ ამ გოგოს არ გავკარებოდით, ბიჭო, გაიგე? და ისეთი ბედნიერები, ანუ ყველა ხო წამოვიდოდა იქიდან დაშოკილი, რაღაცა ანერვიულებული შოკი, რომ ეწევი რომ ნერვიო, აუ გვეშვეო. აი დაახლოებით იგივე, ეხა მელიასთან ღარიბაშვილის არ იყოს ორჯერ ერთი და იგივე რაღაცა უქნეს, აი ეს საერთოდ რა ისტორია აქვს მელიას ეს. არა, ევროპელი სოციალისტებმა უარი. ევროპელი სოციალისტები ძალიან მაგარი, სილფიმიანი გვარის შეფასურად გამოვთქვა. ხო, არ ჩვენ მაგასაც დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მიზეზი იყო ძალიან უცნაური, რატო არ მიცემდა მელიას იმუნიტეტის გაუქმებას მხარს. იმიტომ რომ ანზორსო, მამამისო, სტენდირება აქვს გაკეთებული ჩემთვისო. ხო. გულშიო ჩამიდგა სტენდიო რა და ამით ესე იგი მელიასთანაც თავი გაიმართლა. თან ოცნებასაც უთხრა, ძალიანაც უნდა დამაძალეთ გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. კი. კაი, ერთი თემა არის კიდევ ეს სასამართლო პროცესსაც ხო უყურე იმისი მელიას ციხეში გაშვების რა. რა შთაბეჭდება დაგრჩა ისე, ანუ რო შეხედე. დიდი წრე უყურებდით რა, ანუ რეალურად ინტერესი მაღალი იყო, დარწმუნებული ბევრი ადამიანი უყურებდა, მაგრამ მიხოთ, ანუ ნახე რა არის არსი რა, არის ნდობის ამბავი რა. მე უბრალოდ თავდაჯერებული ვიყავი, რომ ჩვენ გვაქვს უსამართლო სასამართლო. თავისთავად. ეს ძალიან შემზარავი ამბავია. იუმორისტულ შოუში როგორ უნდა ილაპარაკო ამ თემაზე არ ვიცი ისე, მაგრამ უსამართლო სასამართლოა და თუ შენ იაზრებ, რომ მის ხელში სამართალია ის უსამართლო, მისგან სამართალს აღარ უნდა ელოდე. ხო, რატო? და ჩემი მეგობრები მაინც თვლიდნენ, გაიგე? რომ შეიძლება აი ნახე დიტომ საძაგლიშვილმა და იმათ, აი რომ მიტისკეს და გადადოს ეგ პროცესი და ვეუბნებოდი რომ არა ბიჭო, ეგ არის შოუ. რო გეგონო შენ, თორე შანსი არ გადადოს და თან ამათ არც ეს არ ქონდა ნანახი იმედზე უკვე რო ეწერა მელიას დასასრული. და მე წყაროც მქონდა, გაიგე, ისინი ხო ვერ ითმენენ. აი ცუდი ამბავი ოღონ გითხრან რა, ნუ აი ოპოზიციის დასასრული, აი რა ვიცი. იმედი მაგარი არხია ძალიან კაი არხია, ძალიან კაი არხი არის, რა ვიცი. თან ისეთი არის სიტუაცია, რომ ანუ ყოველ დღე ანუ რაღაცა აუცილებელია ისეთი ფოტოები უნდა გამოაქვეყნო, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან დაბღვერილები რა. ანუ გვარამიას ფოტო რო აქვს. გეგეთი რო არის და აი შესაშინებელი რო არის და ერთადერთი არიციან უბრალოდ მაგათ რომ ნიკას გაბრაზება თუნდაც ეგეთი ფოტო არ უნდა დადო. აი სადაც წონაშია ის ფოტო უნდა დადო. ეგაბრაზებს გვარამიას. და კიდე ერთი თემა არის ეს რომ პოლიტპატიმრები ჩვენთვის არის ისეთი რა, ანუ ქვეყანას ისე მივდივართ, რომ პოლიტპატიმრები სულ უნდა გვყავდეს, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია რა. პოლიტპატიმარი მეცაც გეტყვი, ერთი არ კმარა. ხო, ერთი არა. ერთი პოლიტპატიმარი არ კმარა, ანუ რისთვის არ კმარა, იცი? ქვეყნის იმიჯის გასაბუჭებლად კი კმარა. ერთიც, მაგრამ სავაჭროდ არ კმარა. გაიგე? ანუ სამი ყავთ სულ, აი თუ დააკვირდები რა. სამი ყავთ, რომ აი დაუშვათ რაღაცა რომ მოხდება, ორი გაუშვან, რურუა დატოვონ. ხო, ეგ არის კი. ხო, ანუ აი ხო იყო ოქრუაშვილი და ისა რა ქვია, გიგი უგულავა და ამავდროულად რურუაც, ხო? მაშინ რა ქვია. ის ორი გაუშვეს, მაგრამ სამაგეროდ მე მელაშვილი და ილიჩოვა დაიჭირეს, ისევ გასამდა. შეავსეს რა. შეავსეს ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მე ისინი გამოუშვეს, ეხლა მელიას შეყვანა უნდათ, მაგრამ მეორეც უნდა იყოს ვიღაცა ორზე არ გამა. იმიტომ რომ იქ ვაჭრობის ამბავი არის. ჩვენ გვინდა 0%-იანი ბარიერი. 0%-იანი არა, ჩვენ 5-იანს მოგცემ თავრობა გეუბნება. აი ეხლა რამეზე შევთანხმდეთ. კაი ძმაო, რა ვიცი, აი
თუ გინდათ 4%-იანი იყოს, მაგრამ ზატო ერთ პატიმარს გამოგუშვა. გაჩუქებთ. ხო, აი ესეთნაირი მოლაპარაკებები არის. მაინც რო იცოდეთ როგორ ხდება თორე. ახლა რო გითხრა რომ მაინც და მაინც რაღაცა გონებაში შეიცვლება და ეს გადაცემა ადამიანებს სრულიად სხვა წარმოადგენა შეუქმნის სამყაროზე თქო მოგატყუება არ მაქვს ჩემ თავზე ამ ხელა პრეტენზია. ისეთი აბსურდია, აი ხა დღეს ზუსტად ანუ გუშინ ბაცემ მოყურებლებო. იყო განხილვა მარეგულირებელ კომისიაში ჩემი ცოლის დაქალების მავნებლობასთან დაკავშირებით. და რაზე გვიჩივიან, იცი? რომ თქვენ სერიალშიო გმირებსო, ყავსო რამდენიმე პარტნიორიო. ანუ გმირს რო ყავს, აი პარტნიორი რა, რა ვიცი, ჯერეთ ვის ყავს არ ვიცი, ალბათ იმას გაჩკას, ანუ იმ გმირს დამავიწყდა იმ როგორც. გაჩეჩილაძის. ხო, გაჩეჩილაძის ხმის. ხო, ანუ ალბათ მაგას ყავს არ ვიცი და ეს არის თითქოს პროპაგანდა, გაიგე? რომ ბევრი ყავს და ამაზე, აი მაგალითად ბავშვის ბულინგი რო იყო, ჯეკოს ბულინგი, მაგაზეც გვიჩივიან, ანუ ერთ საჩივარია ეს. ანუ რაზე გიჩივიან, იცი რომ აი როგორ გითხრა, შუშანიკის წამება რო ამოიღონო დღეს ქეთიამოდა იმ სხდომაზე, რომ იმის გამო რომ ვარსკენი ცემს. ხო. გაიგე, ანუ და ხო ეს ხო იმიტომ ვისწავლეთ ჩვენ რომ ცუდი კაცი ადამიანს ცემს და ეს მაინც არ გატყდა და არ შეიცვალა, ანუ არსი ხო ეგ არის. ჟანრის ეგ არ არის? ო, ეგ არის. ხო და შენ უბრალოდ არ გინახავს ეს ხდომა რომ ნახო მე დასწრებული ვარ ფსკერსაც უშჩივლეს ადრე. და საერთოდ ძალიან ხშირად გვიჩივიან ჩვენს. რაზე გიჩივიოდნენ, კაცო? ჩვენ გვიჩივდით. გიჩივიოდნენ იმაზე რომ ფინანსთა მინისტრი სამსახურეული მოვალეობას ასრულებდა პარლამენტში. ანუ იფხან და ყურებს. და გიჩივლეს ამაზე. და იგი აი რაზე გიჩი, აი ეს ნიშნავს რომ დღეს ჩვენ ვართ გადასარევ ცენზურაში. აი მეტი რო არ შეიძლება და ადამიანებს ეს ალბათ აწუხებთ გესმის და ამ აბსურდს დაცინიან ეგ არის რა. როგორც ჩვენ დავცინოდით შევარდნაძეს ახლა. სხვანაირად ხო გაგიჟდებოდი. ან წახვიდოდი ქვეყნიდან. არა ჩვენ მაინც გაგიჟება ავირჩიეთ და აქ ქვეყანაში და რადიო 105 და ასე შემდეგ ბევრი არ ხო და შორის ახლაც მიდიან რამდენია ახლა არ ვიცი 55000 თუ რაღაცა იყო გუშინ წინ გერმანიაში ვინც წავა და ამან რა დაადასტურა იცი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქართულ ხალხს რო ამბობენ არის ზარმაცი მე არ ვარ ამისი მომხრე და არ ვეთანხმები დედას გეფიცები იმიტომ რომ პრობლემა იმაში არის რომ რასაც აქ იმუშავებ ყანაში და რასაც იმუშავებ გერმანიაში ეს საერთოდ არ შეესაბამება ერთი მეორეს. თორე ადამიანს მუშაობა როგორ არ უნდა, მაგრამ იცის რომ საკუთარი მუშაობა არ არის მის შემოსავლის საფუძველი და ჩეირბენს იგანა მიუხენში. რაღაცას მოიმასიდან მოაჩინილებს რაღაცას იმასიდან მოურწყავს რაღაცას ისწავს და ჩამოვა და გადაიღუნოს ერთ 2500 ევროს ჯიბეში. აქ ის ფული ექნება 16 თვე. გაიგე? 16 თვე ვერ მოაგრო. თან ის სანამ ჩამოვა კურსი იქნება 18-ზე თუ რავი რაზეც არის. არა, ეხლა ძალიან დასტაბილურდება. ყარიბაშვილი, ეს ეკონომიკური გუნდი, სხვა სახით წარმოჩინდება რა. თავარია ეს ეკონომიკური გუნდი არ დაიშალოს, თორე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა შენ ძალიან მიყვარხარ. წარმატებებს გისურვებ ჩვენს და რა თელ ჩვენს ქვეყანას რა ვქნათ. ასეთ დროს გვიწევს ცხოვრება. ანუ ჩვენი პერიოდი ცხოვრების ძალიან უცნაური პერიოდი აღმოჩნდა, ხო? ყველაფერი. თორე არც ერთ ჩემ წინაპარს ჩემ ასაკში ასეთი ფერისწვერი არ გონია. ჭაღარას გულისხმობ, მაგიტო არ გავიპარსე რომ მაყურებლებს ვაჩვენო, ეს რო ჩანს რომ გამცვიდაზე არ არის, რაც არ გამცვიდა რა ფერი მაქვს ხალხო. აი მეც ჭაღარები გვერდზე წამომივიდა. მე და ისე. წარმატებები ნიკა ქავთარაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა.